გირგულიანის საქმის ორჯერ გადადებული სასამართლო პროცესი სააპელაციო სასამართლოში ამ წუთებში უნდა განახლდეს. სასამართლოში ნათია მიქიაშვილი იმყოფება, ნათია დაიწყო თუ არა პროცესი და ვინ ესწრება მას? მაგდა მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულის წარმომადგენლებს არც ადვოკატს და არც ოჯახის წევრებს სასამართლო უწყებიდან უწყესი არ მისვლეთ, რომ მოსალოდნელი იყო სასამართლო პროცესი გირგულიანის საკვლევობასთან დაკავშირებით დღეს გადაიდებოდა სააპელაციო სასამართლოში, თუმცა მიუხედავად ამისა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნაირა გიგინეიშვილი დღეს განიხილავს ამ საქმეს მემაყურებელს შევახსენებ, რომ ბრალდებულები გასასჯელები არიან გია ალანია, აფციაური, ღაჭავა ბიბილურიძე, აქედან ალანიას 8 წელი შეუფარდა საქალაქო სასამართლო, ხოლო დანარჩენს 7 წელი. როგორც მოსალოდნელი იყო თანასწორობის ინსტიტუტის წარმომადგენლებს, რომლებიც სასამართლო შენობასთან აქციის საპროტესტო აქციის გამართვას აპირებდნენ, სასამართლო ეზოში არ უშვებენ. აგებულია ყველაფერი ისგან გამომდინარეობს, რომ როგორმე დაიცვან ისევ და ისევ ეს 4 რა ქვია ამათ შემსრულებლები დამკვეთებზე საერთოდ არ არის საუბარი. თურმე დამკვეთები არ ყოლია ამ კვლელობას და მე მოვითხოვ ამ 4-ს მიეხედება როგორმე, მაგრამ აი ეს დანარჩენები მელნიკოვი სასწრაფოდ რომ არის ასაყვანი ეს სასამართლო რანაირად მიმდინარეობს საკითხავია და დანარჩენი კიდე სალაყაია, ახალაია, სანოძე, დონაძე, მელნიკოვი პასუხისგებაში უნდა მიეცნენ სასწრაფოდ. შეიძლება რაღაც ძალიან უცნაურად განა მანდატურები ხდება მობილიზება, ჩვეულებრივ დღეებში რომ მობრძანდით აქ არც ერთი არ დაგხვდებათ კარებში, რადგან არის ეს სანდრო გირგულიანის პროცესი, ალბათ განსაკუთრებულად ემზადება ხელისუფლება და დავალებული აქვს სასამართლო მანდატურს რაღაც კონტროლი. რა რჩება თქვენ მოთხოვნა? ჩვენი მოთხოვნები რჩება იგივე, დაისაჯონ სანდრო გირგულიანის კვლელობის შეკვეთები. მინისტრის მეუღლე, დათა ახალაია, ვასილ სანოძე, მელნიკოვი, დონაძე. და ასევე გადადგეს რა თქმა უნდა ვანო მირაბიშვილი, რომელიც ამ ყველაფერს კვლელობას ხელს აფარებს. აბსოლუტურად უკანონობა, ხალხს არ უშვებენ თხოვენ პირადობის მოწმობას, აქვთ რაღაც სიები გაურკვეველი, შეუშვეს აბსოლუტურად გაურკვეველი ხალხი, როგორც ჩანს მათ უნდათ რომ დაიკავონ ეს სასამართლო დარბაზი, ეს არის აბსოლუტურად გამორიცხული ქართული მართლმსაჯულებისთვის მიუღებელი. რაც აქ ხდება რა, ეს არის უმსგავსება და კიდევ ერთხელ ამტკიცებს ეს ხელისუფლება, რომ ძალიან მშიშარა ხელისუფლებაა. ჯერჯერობით უცნობია სააპელაციო სასამართლო მოითხოვს თუ არა იმ მოწმეთა დაკითხვას, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თუ მოქმედი მაღალჩინოსნები არიან, ასევე უცნობია რა ბედიაძე ლევან ბუხაიძის გავრცელებული ინფორმაციით მას ჩვენების გადათქმის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არის აღძრული. ჩვენების გადათქმისთვის ჯერჯერობით უცნობია ამაზე ოფიციალურ კომენტარს სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები არ აკეთებენ, მისი ბედი ასევე უცნობია. დაზარალებული მხარის ადვოკატებისთვის, ხოლო რაც შეეხება სასამართლო პროცესის მიმდინარეობას, სააპელაციო სასამართლოს შენობაში ჟურნალისტების მუშაობა მკვეთრად არის შეზღუდული. ჩვენ საერთში ერთხელ ალბათ მოგვეცემა იმის უფლება, რომ მაყურებელს მივაწოდოთ ის მასალა, თუ რა ხდება სასამართლო პროცესზე, ხოლო რაც შეეხება კომენტარებს და ინტერვიუებს, შენობაში მათი ჩაწერა აკრძალულია. მაგდა? მადლობ ნათია, პირდაპირ ეთერში ნათია მიქიაშვილი საუბრობდა.